დანაშაულის პროვოცირების აკრძალვასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოვლინდა, რომ დანაშაულის ჩადენაზე დაყოლება ძირითადად კომერციულ მოსყიდვას, ნარკოტიკულ დანაშაულებსა და ქრთამის აღებას ითვალისწინებს. კვლევის შედეგებზე საუბარს ახლა ლიკა ალელიშვილი განაგრძობს. ლიკა, რაზე აკეთებს აქცენტს მესამე სექტორი? დიახ, მესამე სექტორში ამბობენ, რომ კვლევის ჩატარების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში პროვოცირების გზით ხდება მტკიცებულებების მოპოვება გარკვეულ საქმეებზე და შემდეგ ამის სასამართლოში წარდგენა. როგორც არასამთავრობო სექტორში განმარტავენ, მსგავს პრაქტიკას კრძალავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. შესაბამისად, არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს არც საქართველოში. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ შეისწავლეს 2015-2016 წლების საქმეების გარკვეული საქმეების ნაწილი და 12 საქმეში სწორედ მსგავსი დარღვევები აღმოაჩინეს. კანონი ოპერატიულ-სამმზებლო საქმიანობის შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს. კერძოდ არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმები დანაშაულის პროვოცირების აკრძალვისათვის და ასევე ამ საკითხის, ანუ პროვოცირების განაცხადის სასამართლოში გამოკვლევისათვის და შესაბამისად ქართული სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკაც ვითარდება იმ თვალსაზრისით, რომ ადგილი აქვს, როგორც გამოჩნდა ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეებიდან, დანაშაულის პროვოცირების შემთხვევებს. ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ სახელმწიფო სახელით მოქმედმა ფარულმა აგენტებმა ისინი არ უნდა იყვნენ დანაშაულის წამხეზებლები, მათგან არ უნდა მომდინარეობდეს დანაშაულის ინიციატივა. აუცილებელი ასევე პროცედურული გარანტიები იქნას გაწერილი, როცა ესეთი ფარული აგენტი მონაწილეობს. საქართველოს პროკურატურას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საპროცესო დამხედველობა, ასევე შესაბამისად კანონმა უნდა დაარეგულიროს ზუსტი ვადები ამ ოპერატიული მოქმედებების და ასე შემდეგ. მესამე სექტორი ხელისუფლებას სპეციალური რეკომენდაციებითაც მიმართავს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განმარტავენ, მთავარია, რომ დანაშაულის პროვოცირების აკრძალვა მოხდეს და დარეგულირდეს კანონმდებლობაში. მადლობა ლიკა, ეს ლიკა ალელიშვილი იყო.